კიდევ ერთი ისლამისტი ინფლუენსერი თაღლითად აღმოჩნდა. და დღეს ვსაუბრობთ ლილი ჯიზე. იცით, იმ ქერ ავსტრალიელზე, რომელიც ისლამში მოექცა და რომელსაც უყვარს ხალხის დარწმუნება თავისი რელიგიის სილამაზეში. როგორც ჩანს, idეალური ისლამისტის სახით, ის სინამდვილეში ისეთივე კორუმპირებულია, როგორც დანარჩენები. ეხლა კი ის აღმოჩნდა ჩართული პატარა სკანდალში. რადგან ჩანს, რომ ის რთული, რომელიც მან თითქოს და საქმისთვის შეაგროვა, სულაც არ მიდის იქ, სადაც თქვენი ფიქრებდით. გულისხმობ, რა საშინელი სიურპრიზია. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე მოხდებოდა? აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ სკანდალი არ არის, არამედ ლილი ჯის და მის ქმარს ფულის მოპარვის, ანუ ადამიანების მოტყუების გარკვეული ისტორია აქვთ. ასე რომ მას ფაქტობრივად უზარმაზარი პლატფორმა აქვს, არა მხოლოდ ახალგაზრდებს არწმუნებს, რომ ყველა დროის ყველაზე დიდ აფერაში ჩაერთონ, არამედ რეალურად მათ ფულსაც იღებს. და თუ ეს ყველაფერი არ გეუბნებათ ის, რაც ისლამის ინფლუენსერებზე უნდა იცოდეთ, არ ვიცი კიდევ რა გჭირდებათ. მოდით გადავიდეთ ამჟამინდელი სკანდალის დეტალებზე, რადგან როგორც ყოველთვის ეს ძალიან საინტერესოა. საბოლოოდ ეს ყველაფერი დამღლელია, რა, ცოტა არაორიგინალურიც კი. წავედით. ალჰამდულილა, დასაწყისი. ბოლოს და ბოლოს. გახსნილია. ხიმილიანი ქერა ქალი ამაყად აჩვენებს ბავშვთა სახლს, რომლის გახსნასაც უგანდაში თავის თავს მიაწერს. ჩვენ დავაბანეთ ისინი, ახალი ტანსაცმელი მივეცით. ყველაფერი რაც ბავშვს სჭირდება. სჭირდება რომ გაიზარდოს. Positor, სიყვარულით სავსე გარემოში. მაგრამ უფრო ახლოდან დაკვირვებისას ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. შეხედეთ ფანჯარას, რომელსაც ხედავთ თვალსაჩინო Lily J Pondy's ბანერის ქვემოთ. ამ კადრში ის მთლიანად გადაადგილებულია. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეს ვიდეო ყალბია. ABC News verifies არ შეუძლია იპოვოს რაიმე დამოუკიდებელი მასალა, რომელიც დაადასტურებს ამ ბავშვთა სახლის არსებობას, ან იპოვოს რომელიმე დახმარების ოპერატორი ან მთავრობის წარმომადგენელი უგანდაში, რომელიც იცნობს ამ ფონდს. მეუბნებით, რომ ეს ქალი ქმნის ხელოვნური ინტელექტის ვიდეოებს, სადაც ჩანს თითქოს ის ზრუნავს პატარა ობლებზე ნიგერიაში და ეს ყველაფერი ყალბია? ღმერთო მათ ტაკია სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს. სიტყვასიტყვით არა მხოლოდ მაშინ ტყუიან, როცა გამოიჭერ, არამედ ქმნიან მოგონილ ტყუილებს, ყალბ მასალას. ეს სიგიჟეა. ამ ვიდეოში, სადაც Lily J ამაყად აჩვენებს სატვირთოს, რომელიც თითქოს და ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის ღაზას, კიდევ ერთი შეცდომაა. ნიშანი მის ხელზე ციმციმებს, რაც კიდევ ერთი ციფრული ფალსიფიკაციის ნიშანია. ასე რომ ის ასევე აყალბებს ღაზას დახმარებას. ის აყალბებს ნიგერიაში პატარა შავკანიანი ბავშვების დახმარებას. ის აყალბებს იმასაც, თითქოს რაღაცას აძლევს ღაზას მოსახლეობას და გამოიცანით, ვის ფულს იღებს ამის გასაკეთებლად. თქვენი ფულით, რადგან უბრალოდ ვცდილობთ მხარი დავჭიროთ კარგ ქერათმიან მოქცეულ ქალს, რომელიც თითქოს მართლა კარგ საქმეს აკეთებს სამყაროსთვის. ნდობა აუცილებელია ჰუმანიტარული ინსტინქტისთვის და მისი ბოროტად გამოყენება შოკის მონგრელია. თუნდაც დაბადებიდან მუსლიმი იყოთ. Lily J Queensland-ის მკვიდრი, რომელმაც თავისი ისლამში მოქცევის ისტორია დააფიქსირა, Instagram-ზე თითქმის 3 მილიონი მიმდევარი ჰყავს. მან მათ სთხოვა, რომ Lily J-ის ფონდისთვის შეეწირას თანხა მისი ვებგვერდის საშუალებით, რომელიც გასულ წელს შეიქმნა. ვებგვერდზე მოცემული წვრილი ტექსტი აჩვენებს, რომ ეს რეალურად რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. არამედ საკუთარ თავს აღწერს, როგორც მომავალი თაობის სოციალური საწარმო და მაღალი სიჩქარის ჰუმანიტარული ლოგისტიკის კომპანია. ეს არც კი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. თქვენ ყველანი რიცხავთ თანხას და გადასახადების შეღავათსაც კი ვერ იღებთ. ანუ რასასაც ციუა. ეს არის მომავალი თაობის სოციალური საწარმო და მაღალი სიჩქარის ჰუმანიტარული ლოგისტიკის კომპანია. ანუ მაღალი სიჩქარის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ქმნის ყალბ ვიზუალებს, რომ თქვენგან ფული აიღოს, რათა ლილი კიდევ უფრო მდიდარი და ცნობილი გახდეს. და ნარცისიზმი, მეგობრებო, როდის ვისწავლით მის ამოცნობას? მაშინვე. თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული ACNC-ში, ეს პირდაპირ განგაშის ნიშანია. არ მისცეთ ფული იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ACNC-ში არ არიან რეგისტრირებული. ABC News Verify ასევე შეისწავლა ჰუმანიტარული ჯილდო, რომლის მიღებაც ფონდის განცხადებით Lily J მოიპოვა. მაგრამ ციფრული ანალიზი აჩვენებს, რომ სურათები ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი და ასეთი ჯილდო არ არსებობს. ღმერთო ჩემო, ეხლა უკვე ჯილდოების მიღებასაც კი აყალბებს. ეს ქალი გატყუებთ. ეს ყველაზე ლამაზი რამეა. ის იღებს თქვენს ფულს და თავის თავს რეკლამას უკეთებს. ყალბი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათებით. ანუ მას არ სჭირდება ჯილდოს მიღება. არავის სჭირდება ჯილდოების მიღება, მაგრამ ამ ქალს ისე ძალიან სჭირდება ყურადღება და აღიარება, რომ უკვე ჯილდოებს იგებს. ღმერთო ჩემო. Lily J და ფონდმა არ უპასუხეს კომენტარისთვის გაკეთებულ მრავალჯერად თხოვნას. მას შემდეგ, რაც კითხები გაიგზავნა, Lily J-ის ვებგვერდებიდან წაიშალა მრავალი გვერდი, სადაც განთავსებული იყო მასალები, რომლებზეც ABC-ს ჰქონდა კითხები, მათ შორის უგანდის ბავშვთა სახლი და ყალბი ჯილდო.
გულისხმობ, რომ მან არ უპასუხა და ეხლა ეს კონტენტი უბრალოდ იდუმალად გაქრა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის, როგორ მანიპულიროს ინტერნეტით, ჯერ არ უსწავლია, რომ ინტერნეტი ყველაფერს იმახსოვრებს. Lily J, ინტერნეტი იმახსოვრებს და ჩვენც დავიმახსოვრებთ ამას. ამას არავინ დაივიწყებს. და ვიდეო მასალა დოკუმენტირებულია. შენ სულ ელოძრო ხავ. Matt Martino, ABC News. ღმერთსა ჩემო, რა გიჟური ამბავია. მართლა რა გიჟური ამბავია. დამატეთ ეს პატარა კლიპი აქ. ამ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ რეალურად გავიგე, რომ Lily J და მისი ქმარი ფულის ქურდობის ისტორიით არიან ცნობილი. რა თქმა უნდა, ასეა. სინამდვილეში 3 წლის წინ მათ საზღვარგარეთ დაახლოებით 70,000 ამერიკული დოლარი მოიბარეს. ერთად დაგეგმეს და მოიბარეს ეს ფული. ხედავთ იმ სურათში, მისი თმა ყავისფერია. უცებ კი ქერა მოქცეულად გვევლინება, რომ ვერავინ დააკავშიროს ეს ორი. მან ჩინომ სხვარპულს ტაილანდში ფული მოპარა. რა სირცხვილია. ერთად დაგეგმეს და ფული მოიბარეს. სინამდვილეში აქ მაქვს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომ ხალხმა მტკიცებულება ნახოს. და თუ ვინმე სურს ნახოს სტატია, სადაც ეს დოკუმენტირებულია, ცხადია, მათი სახეები დაფარულია. თუმცა მათი სახელები რეალურად მითითებულია ამ სტატიაში, ასე რომ არ მინდა ვინმესგან მოვისმინო, რომ თითქოს უნდა ვენდოთ ან რაღაც მსგავსი. მინდოდა ეს განმარტება გამეკეთებინა ვიდეოს დაწყებამდე, რომ მას მართლაც აქვს ფულის მოპარვის ისტორია. ვაუ. ნახეთ აქ, ეს სტატიის თავშია ბიჭებო. ბოდიში, აქამდე ამას არ უყურებდი. სასაცილოა. ქვემოთ Lily J-ია. აქ ისეთი სიცივეა, მეც კი წარმოვიდგენ როგორია მათი ცხოვრება. უბრალოდ მოვიტყუებ თავს. თითქოს ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თქვენს ფულს ავიღებ და სინამდვილეში არაფერს მივცემ მათ, რომ სიცივეს გაუმკლავდნენ, ღმერთო ჩემო. რა საშინელებაა, ყოველთვის ვიცოდი ეს. ხედავთ, ჩვენ ვიდეოებს ვაკეთებდით Lily J-ზე, რადგან მასში რაღაც ძალიან манипуლაციური და უცნაური ჩანდა. და ეხლა უკვე ვიცით, რომ ყველაფერი თაღლითობაა და ის ამას ისლამის საფარქვეშ აკეთებს, რომ არავინ გააკრიტიკოს, რადგან არ გინდა რომ რასისტად ჩაქთვალონ, ხომ ასეა? ასე რომ მგონი ეს რაღაც კლიპებია. მათ უბრალოდ შეაგროვეს Lily J-ის კლიპები. მოდი ვნახოთ რა გვაქვს. აი დავიწყეთ. ავსტრალიელი ინფლუენსერი Lily J-ის ხელოვნური ინტელექტით მანიპულირების ჩახლართული ქსელი. განა ეს საინტერესო არის. ის მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციით გახდა ცნობილი. და ეხლა მას პრობლემები აქვს AI-ით მანიპულირების გამო. გასაკვირი არა? გაფრთხილება. ქვემოთ მოცემულია AI-ით გენერირებული და გაუმჯობესებული ვიდეოები. დიახ, Lily J-ისგან. ისინი რეალურად გაფრთხილებენ. ისინი რეალურად გაფრთხილებენ, რომ ამას ორ მაქსიჩქარეზე ჩავთავ. ისინი გაჩვენებენ, რომ Lily J-ის ვიდეოები AI-ით არის შეცვლილი. მოდით ნახოთ, ქერაქალი, ავსტრალიური აქცენტით. სიგიჟეა. სიგიჟეა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავია. მართლა არ მჯერა ამის. აქ ხაზაში არ არსებობს ისეთი რამ, რასაც Lily J Bakery ქვია. კარგი? მითხრეს, რომ მისი პროექტები ბუნდოვანია. მარტივი პროექტებია, მაგრამ ბუნდოვანი. არიციან ფულის წყაროს შესახებ. და კიდევ ამ პროექტების სიმარტივე აქვს ზოგიერთ ადამიანს. აიჭვებინებს რა. თქვენ ფულს გზავნით ღაზაში. ღაზას მსხვერპლთათვის. და ეს ქალი საერთოდ არ აგზავნის საჭირო ნივთებს. ღაზაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს რაღაც არ არსებობს. ღმერთო ჩემო, ავსტრალიელი სოციალური მედიის ინფლუენსერი Lily J აღმოჩნდა ჩართული ხელოვნური ინტელექტით მანიპულირების სკანდალში, მას შემდეგ რაც ABC News-მა გამოიძია Lily J-ის ფონდი და ის კონტენტი, რომელსაც ის ონლაინში ქმნის. აი, ალბი ამბავი. Lily გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ისლამის მიღების შემდეგ თავის მოგზაურას ასის მოგზაურობას ასახავდა. გამოძიებამ სერიოზული კითხვები გააჩინა ფონდის მიერ თანხების შეგროვებასა და მათი ხარჯვის შესახებ, ასევე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. Lily J საჯაროდ არ უპასუხა ამ ბრალდებებს. შოკი, შახკარა. აი, ჩემი ვირი, წაიყვანე ჩემი ძროხა. წაიღე ყველაფერი გთხოვ, დაიკო. გაუნყვები ცოლად? ეს არის ABC. ეს არის ავსტრალიის BBC. იცი, ისინი საკმაოდ მემარცხენე და ვოკები არიან. მაგრამ თუ ისინი ამას ამბობენ, მაშინ ეს მართალი უნდა იყოს. სერიოზული ეჭვები გაჩნდა ავსტრალიელი ინფლუენსერის საქოლმოქმედო საქმიანობის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ დახმარებას უწევს ისეთ ადგილებს, როგორიცაა ღაზა და სუდანი. უდანიც ABC News Verify-ის გამოძიებამ გამოავლინა, რომ Lily J Foundation-თან დაკავშირებული ზოგიერთი სოციალური მედიის კონტენტი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი ან გაუმჯობესებული. ვერც კი აგიხსნით, რამდენად ბედნიერს მხდის ეს. უბრალოდ ჩვენ ვუყურებდით ამას და ვფიქრობდით, ეს ქალი გიჟია. გიჟია და ტყუილს ამბობს. და აი, ერთი წესი მეგობრებო. ხომ იცით ჩემი წესი? თუ ერთხელ მოიტყუეს, მილიონჯერაც მოიტყუებებენ. ვერ ენდობი ესეთ ადამიანს. ერთხელ რომ მოიტყუებს, ნდობა ირღვევა. ის თავის რელიგიაზე მუდმივად ტყუის. თუ საერთოდ მართლა მოექცა, ან უბრალოდ მიხვდა, რომ ეს მისთვის გამოსაყენებელი რამ იყო. ჩვენ არ ვიცით მართლა ისლამის მიმდევარია თუ არა.
ეხლა ვხედავთ, რომ სხვა საკითხებშიც ტყუის. ყველას, ვინც ახლახან შემოგვიერთდა, შეგახსენებთ მოგესალმებით ბუშბექში. ისლამიზაციის პირობებში და თქვენ ყველა მიცით რატომ ამბობ ასე, რომ არ დაგბლოკონ ტაქია მათი რელიგიური წესებიდან ერთ-ერთია. ტაქია არის წესი, რომლის მიხედვითაც შეგიძლია იცრუო, რომ სახე შეინარჩუნა. და თუ შენი რელიგია ტყუილს უთვობს ხელს, მაშინ ყველა სფეროში ნახავ манипуляციას და და რა თქმა უნდა, აქ ლილიჯი ამას ამტკიცებს. ვაუ, რა დებილი ნაბიჯვარია. ეხლა ჩვენთან ერთადაა მეთ მარტინო. მეთ კიდევ რას გვეტყვი ლილიჯის შესახებ? შენ ამ ამას ადევნებდი თვალს. ვაშასე სანამ მეც მოусმენთ, რადგან საქმე ქველმოქმედებას ეხება, აი ასე манипуლირებდა ადამიანებით. ალხამდულილა, ის უკანა, ნახეს. ნახეს? ალხამდულილა, მან ხელოვნური წრემლი მოიწმინდა. სიყვარული. მე ისეთ საოცარი ვარ. გარდა იმისა, რომ ჩემი ფონდი როგორც სპერმეგა არ არსებობს. ის მოქმედებს წესების მიხედვით. ჩვენ მადლობას უხდით ყველას, ვინც ამ წყალს ამ თავშესაფარში მოიტანა, სადაც წყლის სხვა წყარო არ არის გარდა იმ წყლისა, რომელსაც თქვენ გვაწვდით. მადლობა იულოჯო. გვადლობთ ლილი ჯეი. ლილი ჯეი გვაწვდის წყალს. ლილი ჯის ფონდი. ეს სულ დამოიყურება ბიჭებო. გმერთო ჩემო, თონ შეხედეთ ამას. T არა I O on. არ ვიცი ეს ნამდვილია თუ არა. ეს შეიძლება არ იყოს ნამდვილი, მაგრამ შეხედეთ ამ მუსლიმებს. გული. დიდი მადლობა თქვენი გამოსვლისთვის, ანონიმური. ესეთი შემდეგი დონის манипуляცია ბიჭობა. ესეთი შემდეგი დონის манипуляცია. ფონდი არის სატვირთოები, რომლებზეც წერია ლილის დრის ფონდი. ზუსტად ასე მოატყუა ენდრიუ თეითმა მუსლიმები. ზუსტად ეს გააკეთა მან. ისიც მგონი მაინც არ იგებდა ყუთებს. მისი თაღლითობა ის იყო, რომ თავის ხალხს აძლევდა დავალებას, გადაეღოთ ვიდეო, როგორ არიგებდნენ სხვა ადამიანები უფასო ლანჩის ყუთებს ღაზელებისთვის. და მერე ხალხი ამბობდა, რომ სულ რაღაც 100 ლანჩის ყუთი იყო, ან რაღაც მსგავსი, უბრალოდ ფოტოსთვის. მაგრამ არ ვიცი. მაგრამ ამ ხალხის მოტყუება ძალიან ადვილია. თუ თაღლითობ, თუ არ გაქვს პრობლემა, მოატყუო მთელი მსოფლიო. ეს არის ერთი დემოგრაფიული ჯგუფი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თუ უბრალოდ ისლამს ან მუჰამედს მიემხრობი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ შენთვის. მართლა საწყალობელია. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებისთვის, რომლებმაც ინტერნეტი აღმოაჩინეს და რომლებიც მატყუარები და манипуляტორები არიან, ხელოვნური ინტელექტი ახლა მათი საუკეთესო იარაღი გახდა. ასე რომ მეგობრებო, თანხა მხოლოდ სანდო წყაროებს გადაურიცხეთ, ნუ იქნებით სულელები. ეს ისე მამართლებს. ვერთ კი აგიხსნით ეს ვიდეო რამდენად წარმოუდგენლად მამართლებს. ვერაფრით ვივიწყებ ამ თაღლითობას. გძნობ რომ მართალი ვიყავი. უკვე დიდი ხანია ვამხელმას. უბრალოდ გიჟია. შეგვიძლია ერთი წამით ამაზე ვისაუბროთ. ანუ რა საშინელებაა ეს, ხო ესეა? შენ არა მხოლოდ უბრალოდ შეხედე როგორ იტანჯებიან ეს ადამიანები. და მართლა იტანჯებიან. და შენ თამაშობ ადამიანების გრძნობებზე, რომ ისინი იტანჯებიან. არაფერს აკეთებ, რომ დაეხმარო მათ. იღებ იმპულს, რომელიც შეიძლება ამ ადამიანებს მისვლოდათ, რომლებზეც თითქოს ასე ძალიან ზრუნავ, და იღებ ამ პულს შენთვის, არ ეხმარები მათ და ართმევ რესურსებს იმ ადამიანებს, ვისაც მართლა სურს დახმარება. გულისხმობ, ეს იმდენად უღირსია. ეს ძალიან ცუდია. ჰეი მუსლიმები ამბობენ, ჰეი ჩაჩიმიქს. დღეს ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა. ჩემი ძმა ოზი ახლახან გარდაიცვალა და ეს მისი ამბავია. ეს ნამდვილი ძმა? თავისი ბოლო დღეებშიც კი ლოცვას არ წვეთდა, რწმენას არ კარგავდა. ვერაცნობიერებ რამდენად მოკლეა ცხოვრება, სანამ ძალიან გვიან არ გახდება. ჩაეხუტეთ თქვენს ოჯახს, სანამ შეგიძლიათ. მან შთამაგონა. ეს ნამდვილი ძმა? თუ ნამდვილი ძმა არ დავცინებ. მეგონა უბრალოდ ამბობდა, ძმა ოზი. არ ვიცი ნამდვილი ძმაა თუ არა. არ ვიცი. კარგი, როგორც არ უნდა იყოს, მოდი უბრალოდ ნახოთ ვიდეო. ვეცდებით აქტიანი ვიყო, კარგი? ბოლო შეტყობინება ჩემთვის. ასალამ ალეიკუმ. იმიტომ რომ მართლა ასია იცი საქმე საკეთებ. ეს ყოველთვის ვიცოდი ერთისთვის. იმიტომ რომ ჩინდები, უნდა იცოდე, გულისთვის. საწყალი ბიჭი იცი, თითქოს ის ქალს ეთაყვანებოდა, რომელიც ეუბნება შენ ლეგენდა ხარ. საწყალმა ბიჭმა თავისი ბოლო ამოსუნთქვები თაღლითზე დახარჯა. აფერისტი. თუ მკითხავ, ძმის ასაკს არ გავს. არტისტი. მე ყოველთვის შეგაჩერებ, დედას გეფიცები, არასდროს. ხედავთ, თქვენ მართლა ცუდად აკეთებთ ამას. თქვენ ჩვენ მთებს უძრავთ.
ანუ ხალხის საბანკო ანგარიშებს ვცლით. ეხლა ჩემზე დიდი პასუხისგებლობაა, რომ მისი სურვილები შევასრულო, მეტი გავაკეთო, უფრო მეტად დავეხმარო, მეტი მივცე. მან მომცა мотиваცია, რომ არასდროს გავჩერდე. ოზი იყო პატარა. არასდროს შეწყვიტო ხალხის მოტყუება. წავიკითხე, რომ მას მხოლოდ ერთი თვის წინ დაუდგინდა მეოთხე სტადიის აგრესიული კიბო. მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდა. ის ტაილანდში ისვენებდა და ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და მოგვიწია სამედიცინო რეანიმობილის ორგანიზება, რომ სახლში წამოგვეყვანა. მთელი ის დრო, რაც საავადმყოფოში იყო, მხოლოდ ლოცულობდა და ყურანს უსმენდა. ამის მიუხედავად, ყურანმა ვერ უშველა. ის უბრალოდ ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა. ამჯერა ინფლუენსერი, რომელმაც თავისი ისლამში მოქცევა 3 მილიონ Instagram გამომწერს გაუზიარა. გასულ წელს მან დაარსა ფონდი თავისი სახელით, რომელიც აცხადებს, რომ დახმარებას აწვდის ღაზაში, უგანდაში, სუდანში და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. ჩვენ შევისწავლეთ მისი ზოგიერთი კონტენტი და განსაკუთრებით ერთი ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ უგანდაში ბავშვთა სახლი დაარსა. ჩვენ აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვიდეოს დასაწყისში ნიგერია ვახსენე. ბოდიშს ვიხდი, ეს უგანდაა. მტკიცებულებები ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციის შესახებ. ჩანს, რომ მან თავი უგანდაში, ბავშვთა სახლში წარმოაჩინა. შემდეგ უგანდის მთავრობას მივმართეთ. ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ, ან იყო თუ არა ბავშვთა სახლი მათთან რეგისტრირებული. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობდა. ასევე ვკითხეთ ადგილზე მყოფ დახმარების მუშაკებსა და ორგანიზაციებს, თუ სმენოდათ ამ ფონდის შესახებ, მაგრამ მათაც არ სმენოდათ. ასე რომ ეს ძალიან ცუდია. აი ერთი წესი მეგობრებო. აქედან რამდენიმე წესს ვისწავლით, მაგრამ ერთ-ერთი ისაა, რომ თუ მილიონობით გამომწერი ქავს და აპირებ მათ მოატყუო, შეიძლება ვიღაცამ ეს გამოავლინოს. ხო. შეიძლება ერთი გამომწერი ყავდეს უგანდიდან, რომელიც მიხვდება ამას. ისინი ისეთი სასაცილოები არიან, მაგრამ გაგვიკვირდა? არა, არ გაგვიკვირდა. გონიათ ყველაფერს დაუსჯელოდ გააკეთებენ. სწორედ ამიტომ არის წინააღმდეგობა, რომ დაუმტკიცოთ. ასე არ არის. მადლობა რომ აქ ხართ და მადლობა რომ ყურადღებას აქცევთ ამ საკითხს.